ყოველდღე ჩვენს მანქანებთან და მობილურებთან გვაქვს საქმე და დღესდღეობით თითქმის შეუძლებელია მათ გარეშე ცხოვრება. მანქანები პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ სწრაფად მიგვიყვანონ შორეულ ადგილებში, ხოლო მობილურები თითქმის ჩვენი სხეულის ნაწილია. მაგრამ არსებობს ელემენტი, რომელიც გამოიყენება როგორც მანქანებში, ასევე ელექტრონულ მოწყობილობებში, რომლებსაც ვიყენებთ. დღეს მე მოგიყვები რა არის პალადიუმი და რატომ არის ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მანქანებისთვის და ელექტრონიკისთვის. დღეს ვისაუბრებთ მეტალზე, რომელიც ალბათ არასდროს გინახავს, მაგრამ ის თითქმის ყველა თანამედროვე მანქანაში და მრავალ ელექტრონულ მოწყობილობაშია, რომელსაც ყოველდღიურად იყენებ. ოდესმე დაფიქრებულ ხარ, რა ეხმარება მანქანას იმაში, რომ შეამციროს ის დაბინძურება, რასაც ის წარმოქმნის? ან როგორ არის შესაძლებელი, რომ პატარა ელექტრონულმა კომპონენტმა ასე ეფექტურად გადასცეს ელექტრული სიგნალები? სწორედ ამ კითხვებზე პასუხი იმ კეთილშობილ ლითონშია, რომელსაც პალადიუმი ქვია. დღეს გავიგებთ რა არის ეს განსაკუთრებული მასალა და რატომ არის ის სრულიად აუცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის. პალადიუმი არის ქიმიური ელემენტი, რომელსაც პერიოდულ ცხრილში PD სიმბოლოთი და ატომური ნომრით 46 აღნიშნავენ. ის მიეკუთვნება განსაკუთრებულ მეტალთა ჯგუფს, რომელსაც პლატინის ჯგუფის მეტალები ეწოდება და ისინი კეთილშობილ მეტალებად ითვლებიან. მაგრამ რას ნიშნავს ზუსტად კეთილშობილი მეტალი? კეთილშობილი მეტალები არის ისინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული გამძლეობა კოროზიისა და ჟანგვის მიმართ, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ ჟანგდებიან და არ იშლებიან ადვილად ჰაერის ან ტენიანობის ზემოქმედებისას. პალადიუმს აქვს ვერცხლისფერი თეთრი შეფერილობა და ის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მეტალია, რაც ვიცით. მაგრამ იცი რატომ არის ის ასეთი განსაკუთრებული სხვა მეტალებთან შედარებით? პასუხი იმაშია, რომ პალადიუმს აქვს განსაკუთრებული ქიმიური თვისება. მისი უნარი იმოქმედოს როგორც კატალიზატორი. კატალიზატორი არის ნივთიერება, რომელიც აჩქარებს ქიმიურ რეაქციას ისე, რომ თავად არ იხარჯება ამ პროცესში. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ორი ქიმიური ნაერთი, რომლებიც უნდა გადაიქცეს მესამე ნაერთად, მაგრამ ეს გარდაქმნა ძალიან ნელა მიმდინარეობს, ან ბუნებრივად ძალიან ძნელად ხდება. აი სწორედ აქ ერთვება პალადიუმი მოქმედებაში. როდესაც პალადიუმი არსებობს, ის ახერხებს ამ რეაქციის გამარტივებას, რის შედეგადაც პროცესი ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. მაგრამ ზუსტად როგორ ახერხებს პალადიუმი ამას? პალადიუმის კატალიზური თვისება მუშაობს იმიტომ, რომ მას შეუძლია აირებისა და მოლეკულების შეწოვა თავის ზედაპირზე, რაც ქმნის იდეალურ გარემოს ქიმიური რეაქციებისთვის. ეს უნარი იმდენად ეფექტურია, რომ წვილად დაყოფილი პალადიუმი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო კატალიზატორად ჰიდროგენაციისა და დეჰიდროგენაციის რეაქციებისთვის. მაგრამ ეს რას ნიშნავს? ჰიდროგენაციისას წყალბადის ატომები ემატება მოლეკულას, რაც ჩვეულებრივ გარდაქმნის გაუჯერებელ ნაერთებს, ანუ ისეთებს, რომლებსაც აქვთ ორმაგი ან სამმაგი კავშირები ნახშირბადის ატომებს შორის, გაჯერებულ ნაერთებად, ანუ ისეთებად, რომლებსაც მხოლოდ მარტივი კავშირები აქვთ. პრაქტიკული მაგალითი, რომელიც შენ კარგად იცი, არის მცენარეული ზეთის გარდაქმნა მარგარინად. ხევადის ზეთი გადის ჰიდროგენაციის პროცესს, სადაც წყალბადის ატომები ემატება მის მოლეკულებს, რის შედეგადაც ის ხდება მყარი ან ნახევრად მყარი ოთახის ტემპერატურაზე. ხოლო დეჰიდროგენაცია არის საპირისპირო პროცესი, სადაც წყალბადის ატომები მოცილდება მოლეკულებს, წარმოიქმნება ორმაგი ან სამმაგი კავშირები და გაჯერებული ნაერთები გარდაიქმნება გაუჯერებელ ნაერთებად. ეს პროცესები უკიდურესად მნიშვნელოვანია ქიმიურ ინდუსტრიაში და სხვადასხვა მასალის წარმოებაში, დაწყებული საწვავებით, დამთავრებული პლორებული პლასტმასითა და ფარმაცევტული პროდუქტებით. მაგრამ რა არის ამ თვისების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოყენება რეალურ სამყაროში? კარგი პასუხი ავტომობილების კატალიზატორებშია და სწორედ აქ ხდება პალადიუმი აბსოლუტურად კრიტიკული თანამედროვე ცხოვრებისათვის. როცა შიგაწვის ძრავით მანქანას მართავ, საწვავი ძრავის შიგნით იწვის, ენერგიას წარმოქმნის და მანქანის მოძრაობას უზრუნველყოფს. თუმცა ეს წვა სრულყოფილი არ არის და შედეგად ძრავი გამოყოფს დამაბინძურებელ აირებს, როგორიცაა ნახშირ ჟანგი და დაუცველი ნახშირ წყალბადები. ეს აირები უკიდურესად საზიანოა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მაგრამ როგორ შეიძლება ამ დაბინძურების შემცირება?
აქ შემოდის კატალიზური კონვერტერი, მოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებულია ავტომობილის გამონაბოლქვის სისტემაში და შეიცავს პალადიუმს როგორც ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს. როდესაც გამონაბოლქვის ცხელი აირები გადის კატალიზურ კონვერტერში, პალადიუმი მოქმედებს როგორც კატალიზატორი. გარდაქმნის ნახშირჟანგს ნახშირორ ჟანგად, ხოლო ნახშირწყალბადებს წყლად და ნახშირორ ჟანგად. ეხლა შეგიძლიათ წარმოიდგინო, რა გარემოსდაცვითი გავლენა აქვს ამას. პალადიუმის გარეშე თანამედროვე ავტომობილები ვერ შეძლებდნენ დაბინძურების ასე ეფექტურად შემცირებას. მაგრამ პალადიუმის მნიშვნელობა მხოლოდ ავტომობილებით არ შემოიფარგლება. ის ასევე სრულიად აუცილებელია ელექტრონიკის ინდუსტრიაში. იცი რატომ? ელექტრონიკა მუშაობს ელექტრული სიგნალების საშუალებით, რომლებიც ერთი კომპონენტიდან მეორეზე ელექტრული კონტაქტების გავლით გადადის. ეს კონტაქტები უნდა იყოს უკიდურესად სანდო და არ უნდა დაიჟანგოს, რადგან ნებისმიერი დაზიანება ხელს შეუშლის მოწყობილობის მუშაობას. სწორედ აქ ვლინდება პალადიუმის უპირატესობა. ის გამოიყენება ელექტრული კონტაქტების წარმოებაში სხვადასხვა ელექტრონულ კომპონენტებში, დაწყებული სმარტფონებიდან დამთავრებული კომპიუტერებითა და სამრეწველო აღჭურვილობით. პალადიუმის კოროზიისადმი მდგრადობა უზრუნველყოფს ნელყოფს, რომ ეს კონტაქტები მრავალი წლის განმავლობაში იდეალურად იმუშავებს. ელექტრული სიგნალების გადაცემის უნარს არ დაკარგავს. გარდა ამისა, პალადიუმი ასევე გამოიყენება კონდენსატორებში, რომლებიც პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ელექტრონული წრედის საფუძველ კომპონენტს წარმოადგენს. კონდენსატორები ინახავენ ელექტრულ მუხტს და საჭინოების შემთხვევაში მას ათავისუფლებენ, ხოლო პალადიუმი გამოიყენება მათ სტრუქტურებში, რათა უზრუნველყოს სტაბილური და ხანძლივი მუშაობა. მაგრამ პალადიუმის კიდევ ერთი გამოყენება არსებობს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია – აირების გაწმენდა. პალადიუმი უკიდურესად ეფექტურია წყალბადის აირის გაწმენდაში. ის აშორებს მინარევებს და უზრუნველყოფს, რომ აირი იყოს საკმარისად სუფთა სამრეწველო პროცესებსა და სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებში, როგორიცაა საწვავის ელემენტები გამოსაყენებლად. ეხლა შეიძლება იკითხოთ. თუ პალადიუმი ასეთი მნიშვნელოვანია და მრავალმხრივია, ალბათ ფიქრობთ, რომ ის ბუნებაში ძალიან გავრცელებულია, ხომ ასეა? მაგრამ პასუხი არის არა. პალადიუმი იშვიათი მეტალია, რომელიც დედამიწის ქერქში შეზღუდული რაოდენობით გვხვდება. პალადიუმის ყველაზე დიდი მარაგები მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია კონცენტრირებული, ხოლო რუსეთი, კანადა, სამხრეთ აფრიკა და შეერთებული შტატები გლობალური წარმოებების უმეტეს ნაწილს უზრუნველყოფენ. რუსეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში, რადგან მას პალადიუმის ყველაზე დიდი ცნობილი მარაგები აქვს და მეტალს ძირითადად ნიკელის მოპოვებისას, როგორც თანდეო პროდუქტს იღებს. ამიტომაც ის ბუნებაში სუფთა სახით არ გვხვდება, არამედ მხოლოდ კონკრეტულ მადნებშია და მისი მოპოვება რთული და საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია. ეს საბადოები წარმოიქმნება რთული გეოლოგიური პროცესების შედეგად, რომლებიც მილიონობით წელს მობიძწელს მოითხოვს. პალადიუმის მოპოვება მოითხოვს მაღალტექნოლოგიურ სამთო სამუშაოებსა და ქიმიურ დამუშავებას, რათა მეტალი მადნებიდან გამოეყოს. ამ მარაგების გეოგრაფიული კონცენტრაციის გამო რამდენიმე ქვეყანაში პალადიუმი ხდება არა მხოლოდ ეკონომიკურად ღირებული რესურსი, არამედ სტრატეგიული მასალაც, რომლის ხელმისაწვდომობამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ მის კრიტიკულ მნიშვნელობას მსოფლიოს საავტომობილო და ელექტრონიკის ინდუსტრიისთვის, თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ თუ ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი, თუ ჯერ ახართ გამოწერილი, დაალაიქეთ და აჭირეთ შეტყობინებების ზარის რილაქს. თუ გსურთ დაგვეხმაროთ ამ და სხვა მრავალ კონტენტის შექმნაში ამ პლატფორმაზე, განიხილეთ წევრობა და დაგვეხმარეთ ყავით და ხაჭაპურით და გახდებით მოხსენიებული ჩვენს ვიდეოებში. თუ გსურთ პროფესიულად გაიზარდოთ, ან ახალი ტექნიკური უნარი შეიძინოთ, დაასკანერეთ QR კოდი, ან გადადით ბულზე აღწერაში და აღმოაჩინეთ გვერდი ყველა იმ კურსით, რომელსაც გირჩათ. ეხლა ისობით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი ლითონი თქვენს მანქანასა და ელექტრონიკაშია გამოყენებული. ოდესმე გიფიქრიათ, რა გავლენა ექნებოდა პალადიუმის ნაკლებობას თანამედროვე ტექნოლოგიაზე და იმ ჰაერის ხარისხზე, რომელსაც სულთქავთ, დაწევეთ კომენტარებში. მაინტერესებს თქვენი აზრი. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რომ გააფართოვოთ თქვენი ცოდნა და დააკმაყოფილოთ ცნობის მოყარეობა. გსურთ ჩვენი მხარდაჭერა. დატოვეთ ლაიქი, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზარი და იფიქრეთ არხის წევრად გახდომაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო, დიდი მოკითხვა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.